პირველ რიგში ვიტყვი რომ მიეცით ბავშვებს წამალი ეს არის მთავარი სიტყვები რომელიც დღეს ყველა პოლიტიკოსს უნდა ახსოვდეს იმიტომ რომ მთავარი ამოცანა აი კონკრეტულ მომენტში არის შენი დაავადებული ბავშვების სიცოცხლის განხორციელება და მათი ნორმალური ცხოვრების გაგრძელება და ამისთვის საჭიროა რომ მხდალმა მთავრობამ ერთხელ მაინც გამოიჩინოს საღი აზრი და ეს გააკეთოს. რაც შეეხება თქვენს კითხვას მე აქამდე ვახსენე წინა დღეებში ეს არის პირველ რიგში რის დემონსტრირებას წახთენს ეს გადაადგილებები ეს არის ის რომ როცა ძალოვან სტრუქტურებში ასეთი სიხშირით ატრიალებ რაღაცა ერთ და ორ კაციან საწოდავ კარუსელებს ეს პირველ რიგში მეტყველებს იმაზე რომ ძალიან არასტაბილური გარემოა ქართულ ოცნებაში ძალიან არასტაბილურ მდგომარეობაშია თავად ბიძინა ივანიშვილი ის ვერ დგას მყარად ორი ფეხით დღეს მიწაზე თორე სხვა შემთხვევაში იმ დიქტატორულ ავტოკრატიულ მოდელში რომელიც ის არის მას მყარად ჭირდება სტაბილურობა ძალოვან სტრუქტურებში და ამას ვერ აღწევს ხო ფაქტია ამ მიზანს მარ გომელაურის შემდეგ ვერ მიაღწია შინაგან საქმეთა სამინისტროში ლილუაშვილი საერთოდ დაიჭირა შემდეგ მისი შემდგომი კაცი რაღაცა ბორდგამცილებლები რო იყო რა კრიმინალური ბორდგამცილებლად რო ჩამოყალიბდა ის სადღაც გადაალაბორანტა და ეხა მდინარაძესაც რაღაცა მოგონილი პოსტი მიცა რომელიც კონსტიტუციის პრინციპებს ეწინააღმდეგება ხო რაღაც სახელმწიფო მინისტრი რომელიც კურირებს მას რა ქვია ძალოვან სტრუქტურებს კურირებს თუ კურიერია ვერ გავიგეთ ერთის მხრივ ეს არის კიდევ ერთხელ მეორე არასტაბილური გარემო პოლიტიკური არასტაბილურობა ივანიშვილის თავს მისი ძალიან არაჯანსაღი მდგომარეობა რომელიც ამ საკადრო პოლიტიკაში ძალიან ნათლად ჩანს მეორე მხრივ ეს არის საკადრო დეფიციტი რა ვაიმ პარტიას რა უთხარებე რომ მდინარაძე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სპიკერია მაგრამ პრობლემა აქვს ხო გადახედეთ ვინ არიან ვინ იცავენ ქართული ოცნების პირველ ხაზს გადახედეთ იმ რაღაცა უბადრუკ მცდელობას პროპაგანდისტული არხების რომ დებატებს დამსგავსებოდა ეს ყველაფერი მინისტრები და მინისტრის მოადგილეები მოყავდა იმ მინისტრის მოადგილეების და მინისტრების 80% ბლუყუნებს პირდაპირ ეთერში და ვერ მეტყველებს აზრს ვერ გადმოცემს არაფერს არ ვამბობ მათ დეპუტატებზე რომლებსაც მართლა სერიოზული პრობლემა აქვს საშუალო განათლების არათუ რაიმე სხვის საშუალო განათლების სერიოზული პრობლემა აქვს ასე არის როდესაც მონებით გადაწყვეტ რომ შემოიკრიბო თავი ივანიშვილის გარშემო დღეს საზოგადოებრივი ნალექი დარჩა მეტი არაფერი ამ ქვეყნის საზოგადოებრივი ნალექი აი ყველა ეპოქაში სიბინძურის მაკეთებელი ხალხი და ამას ემატება რაღაცა ახალი თაობის გამოყვანილი ეს ქართული ოცნების ესენ მოლაპარაკე პირები რომლებსაც უბრალოდ ინტელექტი არაფერს არ უმაგრებს და არიან ამ მდგომარეობაში შესაბამისად მდინარაძე არის მათ შორის საჯარო კადრების დეფიციტის შედეგი რომ გადმოიყვანეს აქეთ. აი ეს ამ ორი ამბის კომბინაციაა და რუსების გამოთქმისა არ იყოს კარგი ცხოვრებისგან ამას ნამდვილად არ აკეთებს ივანიშვილი. მდინარაძე რომ გადმოიყვანეს სტაბილურად კონდეს მოსმენების სისტემა, პოლიციური სისტემა, მოძალადე სისტემა, იმიტომ რომ ამაზე ის დგას და როცა აქ სტაბილურობას ვერ აღწევს ეს მეტყველებს კრიზისს. კი ბატონო, მდინარაძე რომ გადმოიყვანეს აქეთო ამბობთ თასო და ეს აქეთ ჯერჯერობით ბუნდოვანია ყველასთვის არარსებული სამინისტრო ჩააბარეს რეალურად მამუკა მდინარაძეს. ხო, მაგრამ საჯარო პოლიტიკაში გამოწიეს ანუ. კი, ანუ უფრო გააქტიურდება, როგორც ესე ვთქვათ, სპიკერი ქართული ოცნების ეს იქნება მისი ფუნქცია მოვალეობა, ასე ფიქრობთ? ну ხო ეხა გამოჩნდა გუშინდელი საღამოდან გამოჩნდა რომ ეხა წინა ხაზზე წამოიყვანეს მართალია ცოტა რაღაცა გაუგებარი ჯერჯერობით ჩემთვის ამოუცნობი მესიჯებით და აზრის წყობის პრობლემა ქონდა ალბათ დიდი ხანია ჩამოშორდა საჯარო ცხოვრებას და აზრს ვეღავალაგებ საჯაროდ მაგრამ ფაქტია რომ ამ ფლანგზე წამოწეს თორე ხა ვინმე სერიოზულად აღიქვავს იმას რომ დაქვეითება ცალსახად არის ამასაც და ეს მათ სისტემაში, მათ მილიციურ მენტალიტეტში, განსაკუთრებით რაღაცა ოპერმუშეკი მდინარაძე და სხვების მილიციურ მენტალიტეტში დაქვეითებაა, როდესაც სუსის უფროს გადაიყვანენ რაღაც კურიერ მინისტრად უპოთველოდ, რა თქმა უნდა ეს დაქვეითება არის. მაგრამ ამავდროულად ეს არის მისი ისევ საჯარო პლანზე გადმოწევა და საჯარო ხაზზე გადმოწევა. როგორ ფიქრობთ? კირილი მოგინდება, როცა შეხედავს საჯარო ხაზს. თაზო, როგორ ფიქრობთ, ამ საკადრო დეფიციტის დამსახურება არის ის, რომ ხედავთ მათ შორის ივანიშვილის ოჯახის წევრების გააქტიურებას ამ შემთხვევაში გულისხმობ ცოტნე ივანიშვილის გამოჩენას რაღაცა პოლიტიკურად მის გააქტიურებას თუნდაც განცხადებების დონეზე ესეც ჩემთვის დიდი კრიზისის ნაწილია ივანიშვილი
ზოგადად თავად არის ინტროვერტი კაცი და აქამდე ხო ჩვენ ვიცით ხო ამ 15 წლის მანძილზე პოლიტიკურ სივრცეში საჯარო სივრცეშიც რა ნათლად ხედავთ მის დამოკიდებულებას ოჯახთან და ეხლა ოჯახის წევრების გამოჩენა და ეხლა შვილის წინა პლანზე გამოწევა ეს არ არის მარტივი პოლიტიკური გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის არავისთვის მე ხარ არ ვაპირებ ნამდვილად ხარ ცოტნე ივანიშვილი ვაკრიტიკო ის არ არის დღეს საჯარო პირი ჩემთვის ერთი განცხადებით არ ხდება ესეთი ამბავი ის არ არის საჯარო პირი ამიტომ ეხლა მისი კრიტიკისგან თავს შევიკავებ მაგრამ ის რომ ეს არის ხო არ თვლი ამას ეთიკურად მაგრამ თუ ამ განაცხადს ბოლომდე გააკეთებ შემდეგ იქნება ნაწილი ამ ქართული ოცნების სისტემის კრიზისის ამბავი არის კრიზისი და რაც თქვენ ახლა პირველ კითხვაში მკითხეს. კრიზისი და ერთგვარი სუბუქი შეტევები კობახიძეზე. კი ბატონო, ვის წინაშე აქვს ეს კრიზისი ბიძინა ივანიშვილს? გუნდის შიგნით ამბობთ, ესე იგი კრიზისზე? ივანიშვილს ყველგან კრიზისი აქვს. ივანიშვილს დღეს პირდაპირ ყველგან კრიზისი აქვს. ივანიშვილს ამაგრებს ორი რამ. ერთი რამ არის პროპაგანდის მანქანა, სადაც ძალიან დიდი პრობლემა შეექმნა, როდესაც იმედი დაუსანქცირეს და ის კაცი აუყირავდა და რა ვიცი, ყველაფერი გაყიდა ჯიბეები და დამოიყარა და გაიქცა, რუხაძეს გულისხმობ და აქეთ მეორე მხარეს რაზე დგას ხობის სისტემა ერთის მხრივ პროპაგანდაზე მეორე მხრივ ძალადობრივ ლეგალური ძალადობის მანქანაზე ანუ ძალოვან სტრუქტურების სტაბილიზაციას ვერ ახდენს კადრების სტაბილიზაციას ვერ ახდენს ადამიანს ვერ ნიშნავს იქ ვინც სანქცირებული არ არის ეს რაღაც ახალი მინისტრიც სანქცირებულია იქით ამ მხარეს პროპაგანდაშიც კრიზისი აქვს რაღაცებს ვეღარ ფარავს ეს პროპაგანდა ფასების თემა არის ამის ნათელი მაგალითი დღეს კიდე გამოვიდა და სისულელე დაამატა კობახიძე არის რაღაცა უსაზღრო ასე ადამიანს საკუთარი თავი არ უყვარდეს როგორც ირაკლი კობახიძეს არ უყვარს მე ეგეთი რამე არ მინახია მათ ასეთი საკუთარი პიროვნებისგან განცალკევება რომელიც ამ კაცს აქვს დამართნილი მე ესეთი რამე მართლა ცხოვრებაში არცად არ მინახავს სამეცნიერო დაკვირვების საგანი უნდა იყოს ჩემი აზრით კიდე ფასებზე რაღაცა თქო სისულელე რომ რამოდენიმე დღეში გეტყვით რაღაცას ფასები არის ამის ნათელი მაგალითი ხო მათი პროპაგანდა უკვე ესეთ რაღაცებს ჭყალებში ვიტყვი მაზავს რომ აი ფასების სამხელა თემა აგორეს და კრახი ტოტალური კრახით დაუნდათ ხო აბსოლუტურად ყველაფერი გაუძვირდათ იქ კრიზისი აქვს აქ კრიზისი აქვს თავის ამორჩეულში კრიზისია. ხალხო, თავისი თავრობის და იმ ადამიანებს, რომელსაც ყველაზე მეტი დრო გაატარეს ქართული ოცნების მმართველობის განმავლობაში უმაღლეს თანამდებობებზე, მათ შორის ყველაზე მაღალ აღმასრულებელ თანამდებობებზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ეს ხალხი ციხეში ჩასვა. ციხე დაიჭირა ყველა დაიჭირა, ნახევარი დაჭერილი ყავს, ნახევალზე დამოკლეს მახვილით აქვს დაკიდებული სხვა საქმეები. ეს გუნდის კრიზისია, ამომრჩევლის კრიზისია, იმიტომ რომ ამ ამომრჩევლს, რა ვიცი მე 14-დან 8 წელი ლამის ეუბნებოდნენ, რომ ისა რა ქვია, ღმერთკაცი არის და ის არის რა ქვია, პირადი მემკვიდრე არის ივანიშვილი, საგერ ღარიბაშვილიო და გათახსირებული აღმოჩნდა ჯიბის კურდი, სახში ბრელოკები ქონდა უქროსი და ამაში ახურდავებდა საქართველოს გადასახადის განახორციელების ფულს. ყველანაირი კრიზისი აქვს. მათ შორის თulis რომ ფინანსური კრიზისი აქვს და სოფლიო იმან რა ქვია შეთქმულებამ და დიპსტეიტმა და ვიღაცაებმა ფულის ის უკნეს რა ქვია ფული წაართვეს ყველა მიმართულებით კრიზისი აქვს ამ კაცს ისეთ შეშინებულია და ისეთ დღეში არის რომ რა ვიცი თავის სახლის თავზე ცას კეთავს და ცოტა ხანში არ ვიცი მიწაში კიდე რაღაცა ბეტონს ჩაასხავს სიღრმეში რომ მიწიდან რამე არ შემოვიდეს ეს ყველაფერში გამოიხატება და მათ შორის ყველაზე ნათლად გამოიხატება ყოველდღიურ პოლიტიკაში და საკადრო პოლიტიკა კიდე ნათლად დაჩვენა სულში ეხლა 6 წლით ტყუილა კი არ ინიშნება რა ეს ხო რაღაც ციდან მოტანილი დისკო კი არა რომ 6 წლით უნდა დაინიშნოს რომ სტაბილურობის განცდა უნდა იყოს იმიტომ რომ უსაფრთხოების სამსახურში ეს სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სტრუქტურაში პოლიტიკა თუ ვერ გაატარე ხელმძღვანელმა აზე არაფერს არ აქვს და ვინმე მეტყვით რომ რამე კარგი დატოვა მდინარაძემ ან თუნდაც რამე ძალიან ცუდი გააკეთა რის გამოც ესე უნდა მოეშორებინა ობიექტურად რო შევხედოთ სუსუფროს თანამდებობიდან არა მაგრამ ხო ვის რაში აინტერესებს იქ პოლიტიკის გატარება არავის არაფერში ხო ერთი კაცი დააჭერინა მეორეს და მე ხა ისიც მოისროლა იქიდან მათ შორის კობახიძესთან აქვს პრობლემა კობახიძესთან რო პრობლემა არ ქონდეს რავი შინაური ცხოველივით უკან არ ამოიდევნებდა ილხამ ალიევთან ხო მთელ საქართველოს დემონსტრირება გაუკეთა რომ ის არის აქ მართველი როდესაც ამის დემონსტრირება მე მგონი კობახიძეს ადგილას ვინც არ უნდა ყოფილიყო იგივე სურათს მივიღებდით არა თაზო რა თქმა უნდა რატო მაგას ვამბობ ანუ რატო აკეთებს ამას შეხედე როდესაც მას უწევს იმის
ფიზიკური დემონსტრაცია პირველ რიგში თავისი ხალხისთვის და იმ ხალხისთვის, ვისაც მის ლოიალისტებად და რაღაცა აი ამ როიალისტ მხარდამჭერებად მიიჩნევს. უმცირესობა ჩვენი საზოგადოების, მაგრამ იქ ჭირდება ეს, რომ დემონსტრირება რო უწევს, რომ ის არის მთავარი და ილხამ ალიევს ის ელაპარაკება და არა პრემიერ-მინისტრად წოდებული კაცი, ეს კრიზისის მაჩვენებელია. ესე იგი ამის დემონსტრირება საჭირო გახდა. თორე ის ჩრდილოვანი მმართველია ყველაზე კომფორტულად თავს იგრძნობდა და არა აქ. ამის პარალელურად ჩვენ რას ვხედავთ? ამის პარალელურად ვხედავთ საქართველოს, რომელსაც პოლიტიკური ფანჯარა დასავლეთში, მის ერთადერთ გამოსავალში, რომ აი ამ ჯოჯოხეთში არ ვიცხოვროთ, რაშიც დღეს ვცხოვრობთ. ერთადერთი გამოსავალი დასავლური ინტეგრაცია იმ ფანჯარას ვკეტავთ. ანაკლიის სპორტი იქნება ეს თუ ეკონომიკური შესაძლებლობა ამ ქვეყნის შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობებით, ევროკავშირთან კარგი ურთიერთობებით, ამ ფანჯარასაც ვკეტავთ ჩვენი სწრაფად განვითარების, ლაპარაკობთ რაღაც მშვიდობაზე და ეს მშვიდობა არაფერში არ გამოიხატება, მშვიდობა გამოიხატება კეთილდღეობაში. მშვიდობა ყოველთვის გამოიხატება კეთილდღეობაში. რა კეთილდღეობაში გამოიხატება ამათი მშვიდობა? იმაში რომ არ ვიცი, 1%-ზე ნაკლები 100-200 კაციანი კასტა გაამდიდრეს? თუ იმაში რომ რაღაც ღარიბაშვილის ოჯახში ოქროს ზოდები დევს, ეს არის კეთილდღეობა ამ ქვეყნის? ეს არის კეთილდღეობა? თუ ელისო ბოლქვაძეს რო 45 მილიონიანი სამინისტრო შეუქმნეს აჭარაში, ეს არის კეთილდღეობა ქართული ხალხის? ანუ ეს არის ქვეყანა, რომელიც ვერ ახერხებს, რომ 30 მილიონი ლარი გამოყოს წელიწადში, რომ ბავშვებს სიცოცხლე გადაურჩინოს ამ ქვეყნის 80 ბავშვს, ჩვენ მთავარ საგანძურს, ჩვენ შვილებს. მაშინ რაში გჭირდება სახელმწიფო? ხო მარტივად ისმის კითხვა, რაში გჭირდება? ჭირს წაუღია ყველა სიკეთე, ყველა განვითარება, ყველა წარმატება, ყველაფერი ჭირს წაუღია, თუ ბავშვებს ვერ ეხმარები. თუ აი ამ სიმდიდრეს, რომელზეც ამდენი ხანია ღაღადებ, რომ თურმე დააგროვა ამ ქვეყანამ, იმაში ვერ იყენებ, რომ პატარა ბავშვებს დაეხმარო. რომ პატარა ბავშვებს სიცოცხლე გაუხარჯდიო, რომ ტანჯვაში არ გაატარონ მთელი ცხოვრება. აი ამაში თუ არ ხარჯავ, ჭირს წაუღია მთელი სიმდიდრე, რაც ვინმე მოიპოვა, ხო? და ამ ვითარებაში ვარ, წინამდვილეში ხო ეს არის. ყველაზე ნათელი მაგალითია ამისი. ყველაზე ნათელი მაგალითია, რომ წინააღმდეგობის შეზღუდვა უწევს იმით, რომ ტროტუარზე ადამიანები დაიჭიროს, ტროტუარზე დგომის გამო ადამიანები დაიჭიროს, 1000 სიბინძური აკეთოს, 1000 უბედურება დამართოს, ქვეყნის რეპუტაცია ფეხქვეშ გათელოს, 10 წლეულებით გააფუჭოს ამ ქვეყნის რეპუტაცია. აი ამ ვითარებაში ვართ. ამას ახლა ვეღარც ფუთავს, აღარ იფუთება, იმიტომ რომ სუნი აზდის. როგორც არ უნდა შეფუთო, დაალპა ეს მოდელი. სუნი აზდის ამ ყველაფერს. და ეს არის კრიზისი, ამას გულისხმობ. ანუ ძალიან ისეთ გლობალურ კრიზისს მის თავზე. ეხლა ეს კრიზისი რეალობაში აი ამაში ითარგმნება, რომ ამ ქვეყანას არ აქვს იმის თავი, რომ პატარა ბავშვებს დაეხმაროს. რომ პატარა ბავშვებს სიცოცხლე გაუხარჯლოს. აი ესეთი ქვეყანაა. მე აი ამაში გამოიხატება, თორე პროპაგანდა ისევ დაგიხატავთ ყველაფერს ლამას ფერებში. მაგრამ აგერ გარღვევა იყო ხო გუშინაც, ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა, სახელი და გვარი არ ვიცი, უბრალოდ ბოდიში მასთან იმ ქალბატონს, რომელსაც მიყავდა სამედიცინო გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც ძალიან ღიად ვაჟკაცურად დააფიქსირა თავისი პოზიცია იმ პირდაპირ ვიტყვი სოციალურ პოლიტიკურ საღორეში, რათაც აქცია ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელშიც 10 მილიონი ლარი, 100 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება და ღმერთმა უწყის სად მიდის ეს ფული. აგერ რო გადართავთ, რავი, არაფერს არ შეეხედება. აი ამაში იხარჯება და ამით გამოიხატება. რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ თავი წარმოაჩინონ, რომ აი ეხა ისე მაგრა არიან და კარგად განან და ვერ არიან, მაგრა თუ არიან, რავი, ყოველ 6 თვეში ერთხელ როგორ შეიძლება რა დალოვან სტრუქტურებში კარუსელის დატრიალება. ანუ რა ვიცი, პარლამენტს შეხედეთ, ხო, პარლამენტში გახარებ უჩქენარ გამოსვლებზე კაკანებს მთელი დარბაზი. აი ეს არის რეალური სახე იმისა, რაშიც არიან. ექიმის და საზოგადოებრივი მაუწყებლის მარი მალაზონიას გამოხმაურება ახსენეთ. ხო, ბოდიში ქალბატონი მარი მალაზონია. კი ბატონო. მაგრამ აი რა მინდა გითხოთ, აი იგივე თუნდაც აი დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით რაც ხდება, არ ვიცი, აი რაღაცნაირად პრინციპული უარი ხელისუფლების მხრიდან დახმარებაზე და მოსმენაზე, ხო, არ ვიცი, აი ასეთი განცდა მრჩება მე პირადად. რატო? როგორ ფიქრობთ? ეგეთი გამოცდილება ქართულ ოცნებას აქვს, როდესაც იყო იგივე ტიპის პროტესტი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებთან დაკავშირებით, ხო? მაშინაც იყო რაღაცა დისკრედიტაციის მცდელობა მშობლების, პოლიტიკურ რაღაცა პარტიებთან დაკავშირება ამ ხალხის და ასე შემდეგ. ეხლა იგივე გზას გადიან სწორედ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები. რას უკავშირდება თქვენი აზრით აი ეს პრინციპული უარი, რაღაცა დამაბნეველი, გაურკვეველი პასუხები, რომ იქ კვლევებს ელოდებიან თურმე, იქ ხან კალაძე გაკეთებს კომენტარს ამ საკითხზე, მიხეილ
სარჯველაძე ვერაფერს ესე ვთქვათ არგუმენტირების დონეზე ვერაფერს ვერ ეუბნება მშობლებს, აღარაფერს აღარ ვამბობ ყობახიძეს, რომელსაც ეხვეწებიან ფაქტობრივად ეს მშობლები, რომ შევხვდი, მოგვისმინე და სრული იგნორი ხდება თავად ყობახიძის მხრიდან. რატომ? ეს ხო არ არის რაღაც ისეთ საკითხი, არ ვიცი, ან პოლიტიკური მოთხოვნა, ან რამე მსგავსი. აქ საუბრობთ მშობლებზე, რომლებიც ითხოვენ საკუთარი შვილებისთვის სიცოცხლის გასახანგრძლივებელ წამალს. ანუ იცი რა, მართლა ძალიან ძნელია ჩემთვის, მაშინვე ბრაზი მოდის, როდესაც აი ამ თემას ეხულსებ და აი მინდოდა რომ შევეცადო გაქცე პასუხი, აი მართლა რატო შეიძლება და რაციონალურ ახსნას ვერ მოუძებნი ამას. რაციონალურ ახსნას ვერ მოუძებნი გარდა იმისა, რომ აი ისევ აი ამ კონტექსტზე ბრუნდები არასტაბილურობა, მათ თავს დამართული უმძიმესი კრიზისი, ბევრპლასტიანი კრიზისი. ის რომ პოლიტიკური შიმპანზე ყავთ ჯანდაცვის მინისტრად, რომელმაც აი ეს რაღაცა საზიზღარი ჩეკისტის გამომეტყველებით იარა მთელ ამ თემაში. გააფუჭა ყველაფერი, დაწვა ყველა ხიდი და გზა ამ მშობლებთან და ეხა არიან უკან დახევას ისინი სისუსტეთ მიიჩნევენ და უკან დახევას ვერ ახერხებენ და რა ვიცი რას არ კადრულობენ, უბრალოდ რა სიბინძურეს არ კადრულობენ, რა სულიერ ადამიანურ, რა ვიცი ხორცელ ყველა ფორმის სიმდაბლეს არ კადრულობენ ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენ სწორად ახსენეთ, ხო გქონდათ ამის წარსულში მსგავსი მაგალითები, იგივე აქონდროპლაზიის საკითხი, როდესაც ხო უკან დახევა იქაც იქაც ვიღებივით მოიქცენ, მაგრამ უკან დახევა მოუწიათ. ეხლა გონიათ რომ რა ვიცი რას კარგავენ ვერ გავიგე. რას არაფერს არ კარგავენ პირდაპირ ვეტყვი, რა ვიცი თუ გონია რომ რამეს კარგავენ, იმით რომ აქ უკან დაიხიონ, არაფერს არ კარგავენ. მეორე მხარეს უბრალოდ ბავშვების სიცოცხლე არის, რომელიც შეიძლება დაიკარგოს, რომელიც უკვე დაიკარგა ერთი კონკრეტული ბავშვის. მე ვერ გეტყვი, არც მიცდია რომ აი ეს ამომეხსნა, არ ვიცი რაღაც ან სოციალურ, ან ფილოსოფიურ, ან პოლიტიკურ დონეზე რატო აკეთებენ ამას, მაგრამ ერთი რამე ვიცი და არც ვაპირებ ჩავეძიო, იმიტომ რომ ვიცი რომ გაიხწნენ. მაგას აი ამას ვეძახი, როდესაც უბრალო ის კი არ არის და შედარება. ამას ვეძახი, როდესაც რომ რაცა უნდა ფუთო აწიეს სუნიაზდის სუდი, დამპლის სუნიაზდის ამ ყველაფერს. აი ეს არის მიზეზი, რომ როგორ უნდა გაამართლო, ხო ვეღარაფერს ვეღარ ამბობენ. აღარაფერი სათქმელი არ აქვს. აი ეს სულ ეს მაგალითი მომყავს ბოლო დღეებში. ელისო ბოლქვაძე, ხო იცით ვინც არის, ხო იცით რაც არის. თქვენ თვითონ ხო გინახავთ, თქვენი ჟურნალისტებმა წარმოაჩინეს ამ ხალის სახე და ის რომ ამბანის უწოდინარი არის. რომ უბრალოდ გაუნათლებელია. რომ რა თავის თანამდებობისთვის კი არა, რომ ადამიანის სახელისთვის შეუფერებელი არის. ამ ხალხს, რომ მას რაღაცა ეგო და უკმაყოფილონ, აჭარას შეუქმნეს სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, რა ჯანდაბად ჭირდება პირდაპირ უკითხულობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას ცალკე კულტურის სამინისტრო, ხო? გამსხვილებული იყო იქ, ცალკე გამოყო სამინისტრო, ამ ხალხს ministri რქმეოდა. 45 მილიონი უждდება საქართველოს გადამხდელებს, საქართველოს ბიუჯეტს მაგ სამინისტროს შენახვა ცალკე. 45 მილიონი. ანუ ამ ქალის შენახვისთვის 45 მილიონი არსებობს. ანუ მისი ეგო, მისი ავადმყოფური ეგო რო დაკმაყოფილდეს, ამისთვის 45 მილიონის საშუალება წელიწადში არის, ოღონდ სადღაც 30 მილიონის საშუალება წელიწადში და კიდევ უფრო ნაკლების, რომ ბავშვებს წამალი უყიდონ, თურმე ამისთვის არ არის. აი ამ რეალობის აღწერა როგორ გინდათ? აი ამ რეალობის სხვანაირად გადმოცემა როგორ გინდათ? იმ კაცზე იძახიან, რომ უდიდესი ქველმოქმედიაო. და ამ უდიდესმა ქველმოქმედმა კაცმა პირდაპირ გაუნებთ, რომ საქართველოს ბიუჯეტი ასეულობით მილიონი ლარით აზარალა, როდესაც კანონი მიაღებინა პარლამენტს, რომ თავისი ნახატები არ დაებეგრა და ისე შემოიტანა ამ ქვეყანაში. თუ მეცენატია, ბიუჯეტმა რა დააშავა, შეეტანა ის ფული. ეს ხო იქნებოდა ფული წამლებისთვისაც და ყველაფრისთვის, მაგრამ არა, ივანიშვილს არ უნდა ამაში ფულის დახარჯვა. სასტუმროებს აშენებს ხალხო საქველმოქმედო ფონდით და იძახის, რომ ბავშვებისთვის ფული არ აგვაქვს. ამიტომ ყველაფერი გვერდზე გადავდოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველანაირი წარმატება ჭირს წაუღია, თუ ბავშვების სიცოცხლე ვერ გადაორჩინეთ. ამიტომ დავიწყე და დავამთავრებ ამ სიტყვებით. მიეცით ბავშვებს წამალი. ამაზე მარტივი არაფერი არაა. ამაზე სწორი პოლიტიკურად არაფერი არაა. სხვა გამოსავალი არ არსებობს უბრალოდ. მიეცით ბავშვებს წამალი. რაღაცა ელემენტარული თუ შემოგრჩათ ადამიანობის. თორე ისე გადაგჯეგავთ ეს ქვეყანა, ისე გადაგჯეგავთ, ისე დღეში ჩაგაგდებთ, რომ არავის მტერსაც არ უსურვებ. არათუ ქართული ოცნების წარმომადგენლებს მტერს არ უსურვებ იმ ბედს, რაც ელით ადამიანებს, რომლებიც აი ესეთი უემოციო და უწყვის სახეებით უყურებენ ბავშვების სიკვდილს.